მაგიტო ერთ ამ გაჟე. პოლიტიკები დედები ვარ, ჩვენი შვილების წერილებია და სასამართლოზე ნათქვამი ბოლოს სიტყვები. ბევრი შეძნეა. არა ისინი არიან თუ არიან ბავშვები დაჭერილი რომ არიან, რა ვფიქრობ? რატომ დაიყო? დასაჭერი თვითონ არის. ვინ არის დასაჭერი? მინდა თავრობა. რას გვეტყვით ქართული ოცნების მთავრობაზე? და წევიდეს და ხაიმუნ. მე ვარაფერი არა თქვა, მე ოქროზე დამიწერე შეეხება. დამიწერე და მომიწერე. დამიწერე. ფერ გამოვიდა. არა უშავს. პატიმრებს არა ულებს გაჩუქებ. პატიმრების წერილებს გაჩუქებ. რა არის ამაში რა სერია? მომისმინე რა უნდა გითხრა. აქ საჩემო რამე არ წერია შიგნით. აქ სიარფე წერია. არაფერი. ალბათონებო. აგი თქვენთვის წერია მაგას. არ უნდა ნარგის. შენ გადამიდე კარგად, გეგე? როცა არ უნდა. მარინა. არა უშავს. ესენი ეს ჩემი შვილი ჩემი. ახალგაზრდა ბიჭები არ მაინტერესებს. ჩვენ 42 გასვლა გქონდა უკვე რეგიონებში, ამჟამად ვართ აჭარაში, ეს 5 დღიანი პროექტია. გუშინ ვიყავით ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ყოფის ბაზრობაზე, დღეს ვართ ქობულეთში. მოვიარეთ ეს თავშეყრის ადგილები, სადაც ბევრი ადამიანია, ჩვენი მიზანია რომ ჩვენი შვილების ხმა და ეს გაზეთები, რომელსაც ქვია თავისუფლების ხმა ციხიდან მივიტანოთ თითოეულ ადამიანებამდე. და მათ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ, ჩვენი ტკივილით. ჩვენი შვილები დღეს ციხეში უკანონოდ იმყოფებიან და გვინდა რომ ამ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია არ აქვს სწორი, მივიტანოთ მათთან სწორი ინფორმაცია და მათშიც გამოვიწვიოთ ის ემპათია და თანადგომა, რომელიც ჩვენ ახლა სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს ყველას გვჭირდება. სხვათა შორის ქობულეთში არაერთი ადამიანი შეხვდა ისეთი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა და არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ პატიმრები არსებობენ ამ ქვეყანაში, რომლებიც უდანაშაულოდ ცხედან ციხეში. გვეუბნებიან, რომ ტელევიზორს არ უყურებენ კარგი ხანია, ზოგიერთი მათგანი და ასევე ამბობენ იმასაც, რომ დილიდან საღამომდე აქ ვართ აბა და საიდან მივიღებდით ინფორმაცია, საიდან მეცოდინებოდა. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები იმდენად რთულ პირობებში ცხოვრობენ, ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უდგათ, რომ დილიდან საღამომდე ისეთ რუტინულ შრომაში არიან ჩართულები, რომ ფაქტიურად სხვა არაფრისთვის აღარ რჩებათ დრო. და ამიტომაც გარკვეულწილად ესეც არის მათი არაინფორმირებულობის განმაპირობებელი. Ну, არის მეორე ნაწილიც, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, პროპაგანდის გავლენის ქვეშ არის და მშობლებს აი ესე უკმეხად და ყოველგვარი მორიდების გარეშე პირში ეუბნებიან, რომ თითქოს მათ ვიღაცა აფინანსებს და აი ამის გამო დადიან აი ესე ქუჩა და ასე ამიტომ არიგებენ გაზეთებს. და ზოგიერთ მათგანს, ანუ როგორც ჩანს, იმდენად აქვს მოწამლული გონება, რომ ის ვერ წარმოუდგენია, რომ საკუთარი შვილისთვის, მეუღლისთვის, მამისთვის, ოჯახის წევრისთვის, რომელიც უდანაშაულოდ ზის ციხეში, შეიძლება ოჯახის წევრი აი ესე დადიოდეს რეგიონ, რომ თავისი სიმართლე მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე. სწორედ იმიტომ, რომ აი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან.